სასულიერო პირს არასრულწლოვანი სტიქაროსნების სექსუალურ შევიწროებასა და პედოფილიაში ადანაშაულებენ. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წერს, რომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სამგორის ტაძრის დეკანოზი კახაბერ ფირანიშვილია. მისი ცნობით მღვდელსა და ბავშვების მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გაიცავი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია ჩაენიშნა. სტუდენტები და პროფესორები ჯავახიშვილისა და ტექნიკური უნივერსიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით ოცნების გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. მოქალაქეები ამ წუთებში შეკრებილები არიან ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც. ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. როიტერსის ცნობით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღეს, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ. ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 155 მილიონი ევრო გამოყო. ევროკომისიის განცხადებით, დახმარება ოკუპანტების მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ფონზე უკრაინელების თავშესაფრით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება.